გამარჯობა ჩვენი ქვეყნის სავალალო მდგომარეობამ, რომელშიც ის აღმოჩნდა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ და ჩვენ ამას გეუბნებოდით, მე ლაშა, ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი პარტია, გადამაწყვეტინა რომ ემიგრაციიდან სასწრაფოდ დაუბრუნებულიყავი და უკანასკნელად პოლიტიკური პულსი მომესიჯა ქართული ხალხისათვის, სამწუხაროდ ყოფილი ერისათვის. ამას განსაკუთრებით ვაკეთებ ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ნახეთ თქვენ, რაც მოხდა, ეგრეთ წოდებული ეროვნული ძალების სრული უსუსურობა, კრახი არჩევნებზე გამსვლელი ძალების, ეგრეთ წოდებული რევოლუციის სრული უსუსურობა და უკვე კომედიამდე მისული, ტრაგიკომედია სამწუხაროდ რაც მოხდა და უნდა გაგიანალიზებინათ, რომ ერთადერთი გამოსავალი, სწორედაც რომ ეს არის ჩვენი პარტია, ეროვნულ სოციალისტური საქართველოს შრომელთა პარტია. ჩამოვედი და მოგიწოდებთ 300 მინიმუმ 300 ქართულ მამაკაცს, სისხლით ქართულ მამაკაცს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენი წევრები ქალბატონებიც იქნებიან, ასევე წარმოშობით არა ქართველები, ვისთვისაც საქართველოს ერთადერთი სამშობლოა, რა თქმა უნდა, მაგრამ დაფუძნებული, აი საკრალურად რო იტყვიან, როგორც ჩემს ძმას, ჩემს თანამებრძოლს ლაშას უყვარს თქმა, საკრალურად ღმერთის წინაშე 300-მა ქართველმა მამაკაცმა, სისხლით ქართველმა მამაკაცმა უნდა დააფუძნოს ეს პარტია. 8 წლიანი ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ყოველდღიური ტანჯვა და ჯოჯოხეთი, ციხიდან დაწყებული, ახლა არ მინდა მე ამაზე გავაგრძელო, თუ გაგვაქვს გამოვლილი მე ლაშას და ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენი უმციკლო და სპექტაკლი გზა, წესიდარიგი დაგარწმუნებდა და სხვა პარტიებისა და სხვა გზების, სხვა იდეოლოგიების სრული უსუსურობა, წესიდარიგი დაგარწმუნებდა თქვენ, რომ ერთადერთი გადარჩენის და ჩვენი სამშობლოს აღორძინების გზა ეს გადის ჩვენს პარტიას. შესაბამისად, ველოდები 300 ქართველ მამაკაცს, 300 ქართველ სისხლით ქართველ ვაჟკაცს, ვინც რეგიონებში ხართ, არ არის აუცილებელი პირდაპირ ჩამოხვიდეთ. ეხლა შეგიძლიათ დაწეროთ ნახევარგვერდიანი განცხადება დამფუძნებელ წევრად გახდომასთან დაკავშირებით, პირადობის მოწმობის ასლი უკან მიაკრათ და გამოაგზავნოთ ჩვენთან, რომელსაც ჩვენ სპეციალურ სეიფში, დაბეჭდილ სეიფში შევინახავთ. თუ მოხდა კატასტროფა და პარტია არ დარეგისტრირდა, ჩვენ ამას გავანადგურებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფუძნების დღეს ამას წამოვიღებთ და ჩავაბარებთ საჯარო რეესტრში. მე გეუბნებით და გაძლევთ პირობას, რომ თუ ეს არ განხორციელდა, თუ ამ ჩვენმა 8 წლიანმა ბრძოლის გზამ და იმ ყველაფერმა, რაც ახლა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გამოჩნდა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, 300 ქართველი ვაჟკაცი არ დატოვა, როგორც ბიბლიაში არის ნათქვამი. როდესაც ღმერთი ეუბნება ლოტს, რომ დამანახე შენ, რომ ამ ქალაქში არის ღირსეული ადამიანები და მე ამ ქალაქს არ მოსპობ და როდესაც ვერ ანახებ შემდეგ ლოტი და ეუბნება ღმერთი, რომ წადი მაშინ ამ ქალაქიდან და უკან არ მოიხედო, სწორედ ასე მოვიქცევი მეც. თუ კი დავინახავ, რომ 300 ქართველი მამაკაცი აღარ მოიძებნება საქართველოში, რომელიც სწორი იდეოლოგიისა და სწორად უყურებს ქვეყნის გადარჩენისა და აღორძინების საქმეს, გავაკეთებ განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და საბოლოოდ დავტოვებ ქვეყანას. სიტყვას გადავცემ ჩემს თანამებრძოლს, ჩვენი პარტიის თანამეთაურს ლაშა არსენიძეს. გპირდებით, გამოყვებით, ჩვენ გავიმართ, საქართველო გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, გიორგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ბრძოლა დაიწყო საქართველოში. ჩვენ არაერთხელ ვამბობთ და არაერთხელ აღვნიშნავთ იმას, რომ აუცილებლად საჭიროა საქართველოში შეიქმნას უძლიერესი მოწესრიგებული, წესრიგიანი, რეჟიმიანი, რომელიც იქნება ქართული იდეოლოგიით, ქართული ფესვით გამაგრებული სპეცსამსახურები, პოლიცია, ჯარი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, რომელსაც ქართული სულით ექნება და სამშობლო სიყვარული ძირიანად ექნება ჩადებული გულში და სულში, რომელსაც დღეს ცდილობენ ქართული ჯარი, ესე იგი, მოსპონ და მიწასთან გაასწორონ და ნახევრად სული ამოღებულია ქართულ ჯარს, იმიტომ რომ არაერთი განცხადება ვიცით ჩვენ სხვადასხვა მოღალატე პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ჯარი რაში გჭირდება ჩვენ და სავალდებულო ჯარი და ასე შემდეგ გაწვევები და თურმე არ არის ამ, ესე იგი, მძიმე კავკასიაში, რომელიც აქ მგელი თუ არ იქენი მოხსპობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ ქართული
მხოლოდ იდეოლოგიური, ქართული იდეოლოგიური, ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე განვითარებული, სოციუმით მაღალ დონეზე განვითარებული ქარხნები და ფაბრიკებით და ინდუსტრია აშენებული სახელმწიფო. რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ რა ქვია, დასავლური და რუსული ღირებულებებით ეს არ ხდება. თუ ქართულით არ ქენი ეს. თუ ქართულით არ ქენი ეს და არ გააკეთე. და ხედავთ ერი როგორ არის დაპირისპირებული სხვადასხვა მხარეებით ბრძოლით. ჩვენ ვამბობთ ვიბრძოლოთ ქართულად, მხოლოდ ქართულად და გამარჯვება ჩვენი. გამარჯვება არის ქართველი ერის რა არის ჩვენი გამარჯვება? ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვცდილობთ აქ რევოლუციები და არევოლუციები მოვაწყოთ, კაცო. ჩვენ ვამბობ პირიქით ქართული ფესვი, ქართული სახელმწიფო გაძლიერდეს. პირიქით ეს არის ჩვენი მიზანი. ქართული სახელმწიფო იყოს გაძლიერებული. ეს არის ჩვენი გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ერის გამარჯვება. რომ არ მოხდეს აქ მიწების გასხვისება, უცხოტომელების ჩამოსახლება და ასე შემდეგ. და ჩვენი სტრატეგიული ობიექტები დავიბრუნოთ, კაცო და ჩვენ ხელში იყოს ყველაფერი. და ავაღორძინოთ ჯანდაცვა უპირველი ყოვლისა სხვა ქვეყნებში გარბის ხალხი, ხო? ამიტომ ჩვენ თუ ქართული სახელმწიფო არ შევქმნით, მიწასთან სწორდებით, კაცო, ქართველი ერი ყდება, კარგად ხედავთ და მე ვფიქრობ, უნდა გამოიჩინოს ქართველმა ერმა გონიერება უფლის სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით შევქმნათ ქართული საბრძოლო პლატფორმა, ასე ვიტყვი, და დავდგეთ ერთად ქართველებმა და ჩვენ სამშობლოს მივხედოთ ქართულად. ქართულად მივხედოთ. არა პრორუსულობით, არა პროდასავლურობით, მხოლოდ ქართულად. ეს არის ეროვნულობაც და ქართული სულიც და ქართული სიყვარულიც და სამშობლოს სიყვარული. აი ეს არის ჩვენი ბრძოლა, სამშობლოს სიყვარული. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არ არის ჩვენი ძალაუფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არის ქართველი ერის ძალაუფლება და სახელმწიფო იყოს უძლიერესი, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე კავკასიაში გელი თუ არ იქენი ვერ გადარჩები. სხვა ჩაკლაპავს, სხვა შეგჭამს. წარმატებას უსურვებ ქართველებს. უფალი ფარავდეს ყველას და დიდება უფალს. დიდება ღმერთს, დიდება საქართველოს, გამარჯვებას დიდება.